გამარჯობა. Ამ ვიდეოში ვისაუბრებთ ქართული ენის წარმოშობის თაობაზე, მის ისტორიასა და განვითარებაზე. ამით უკვე შეგექმნებათ ერთიანი აზრი ქართული ენის როგორც სამეთყოლო, ასევე დამწერლობით ნაწილზე. შეგახსენებთ, რომ ჩვენ გავშიფრეთ კრაკლიანი გორის დამწერლობითი არტეფაქტები, რომლის მიხედვითაც ანბანური დამწერლობის არსებობა ერთიან საქართველოში დასტურდება ძველი წელთაღრიცხვის 1018 წლიდან. ანუ ის თეორია, რომ ქართული ანბანური დამწერლობა მომდინარეობს არამეულიდან, არის მტკნარი სიცრუე და სისულელე, რისი აღიარებაც არ სურს ზოგიერთ ენათმეცნიერს და კრაკლიანის დამწერლობით არტეფაქტებს თვლის ორნამენტებად, რათა ამით საკუთარი სამეცნიერო ნაშრომის სიყალბე დაფაროს. თითქოს ქართული ანბანური დამწერლობა განეკუთვნება ახალი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნეს ასომთავრული და ახალი წელთაღრიცხვის მე-10 საუკუნეს მხედრული. იმ ტექსტებზე დაყრდნობით, რომლებიც წარმოდგენილია ადრე ქრისტიანულ ტაძრებსა და შუა საუკუნეების სიგელებზე. მეტიც, ამით ირიბად ადასტურებენ იმასაც თითქოს ქართული ანბანის შეგვიქმნა მაშტოცმა, რომელიც თურმე ასევე ყოფილა ეთიოპიური ანბანის შემქმნელიც. რასაც ეთიოპელმა მეცნიერებმა არგუმენტირებული კვლევებით გასცეს პასუხი და დაადასტურეს პირიქით წარმოებული პროცესი, რითაც სხვათა შორის გაბათილდა მის მიერ ქართული ანბანის შექმნის აქამდე არსებული ალბი თეორია. ამას დაუმატოთ ივანე ჯავახიშვილის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომლის არსებობის შესახებ საბჭოთა ენათმეცნიერებმა და პოსტსაბჭოთამაც ძალიან კარგად უწყობდნენ, მაგრამ მაინც ბოლშევიკური იდეოლოგიის მიმდევრები დარჩენ. აი ეს გამონათქვამი. შეიძლება ითქვას, რომ ერთის მხრივ ჯერხანად ცნობილი მე-6 საუკუნის ქართული დამწერლობის ძეგლები ისეთი მაღალხარისხოვანი კალიგრაფიული განვითარების საფეხურს წარმოადგენს, რომ ქართული ანბანის დასაწყისი ხანა სულ ცოტა 7-8 საუკუნით უწინარეს არის საგულისხმებელიო. ივანე ჯავახიშვილი, ქართული პალეოგრაფია, სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა 1959 წელი, თავი 5, ქართული ანბანის წარმოშობის საკითხი, პარაგრაფი 7, გვერდი 225. ჩვენი დიდი მეცნიერი ამბობს, რომ ჯერხანად აღმოჩენილი, ანუ შეიძლება კიდევ უფრო უძველესი წარწერა აღმოჩნდეს, რომ ქართული დამწერლობის მე-6 საუკუნის ძეგლები ისეთი მაღალხარისხოვანი კალიგრაფიული განვითარების ნიმუშებია, რომ სულ ცოტა 7-8 საუკუნე მაინც გადათვალეთ უკან წარსულისკენ. დაუბრუნდეთ ქართული ენის წარმოშობის საკითხს. ჩვენ არ შევუდგებით მის ფონეტიკურ ან მორფოლოგიურ ან და სინტაქსური ნაწილების ცალკეულად განხილვას და მათ შესაბამისობის დადგენას რომელიმე უძველეს ენასთან, რადგან ამ მმართულებით ჩვენამდე უამრავმა საბჭოთა პოსტსაბჭოთა თუ უცხოელმა მეცნიერმა სადაეს და ისეთ პირაში შეყვეს თავი, საიდანაც ვერ გამოდიან. აგიხსნით რას გულისხმობ. ზოგიერთი მეცნიერი ასკვნის, რომ წინარე ქართული ენის შემოღება უკავშირდება ძველი წელთაღრიცხვის მე-5-3 ათასწლეულებში კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში ცხოვრები წინააზიურ კავკასიურ ტომების წარმომადგენლებს. ამათგან ყველაზე დიდი გაერთიანების შემქმნელები იყვნენ ხურიტები და ხათები. ჯერ ხათების შესახებ შეგახსენეთ. ეს ხალხი წარმოადგენდა ქართველურ ეთნოსს, გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რომ ჰაოსი, ხათოსი, ხათი, მრავლობითში ხათები იყვნენ ქართველური ეთნოსის ხალხი. ამის შესახებ ჩაწერილი გვაქვს ვიდეო და უყურეთ. მოკლედ შეგახსენებთ, რომ ჰაოსი და მამამისი თარგამოსი დარჩენ ანატოლიაში, ხოლო ქართლოსმა და მისმა 6 ძმამ თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით ძველი წელთაღრიცხვის 2723 წელს დაიწყეს ამერ-იმერი კავკასიის ათვისება და შექმნეს ერთიანი ქართული სახელმწიფო, რომელმაც განუყოფლად მიუხედავად მრავალი ომისა იარსება მაკედონელის შემოსვლამდე. ასევე რა ტერიტორიაზეც განსახლდნენ ჰაოსელები, იმ არეალში ჩამოყალიბდა ხათების სახელმწიფო. იმასაც შეგახსენებთ, რომ ქართლოსი და ჰაოსი ძმები კი იყვნენ, მაგრამ ჰაოსი არ გახდათ არმენთა ეთნოსის დამაარსებელი, რადგან თანამედროვე გენეტიკოსმა მეცნიერებმა ეთნოსთან გენეტიკური კვლევების შედეგების მიხედვით
არმენოსიანების მიაკუთვნეს ინდოევროპულ ხალხს, რაც ჰაოსთან ნათესაურ კავშირს გამორიცხავს. ამას გვაუწყებს დაბადების წიგნიც. სემის ძენი, ალამი, აშური, არფაქსადი, ლუდი და არამი, ხოლო თარგამოსი იყო იაფეთის ძის გომერის ძე. ამის შესახებაც გვაქვს ვიდეოები და გთხოვთ უყურეთ. დაუბრუნდეთ ხურიტებს, ანუ ჰურიტებს. ინგლისური ვარიანტი ჰურიანს, ასეც უწოდებენ. ვინ იყვნენ ხურიტები? ასევე ცნობილი როგორც ჰარი, ჰურიები, ჰური იყო ხალხი, რომელიც ბრინჯაოს ხანაში ძველ ახლო აღმოსავლეთში ცხოვრობდა. ისინი საუბრობდნენ ჰურიულ ენაზე და ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ სირიაში, ზემო მესოპოტამიასა და სამხრეთ აღმოსავლეთ ანატოლიაში. საოცარია ამ ხალხის განსახლების არეალს ვინ მიატმასნა კავკასია, თანაც ჩრდილოეთი ან სამხრეთ ნაწილი კი არა, მთელი კავკასია. ზოგიერთი მეცნიერი ასკვნის, რომ წინარე ქართული ენის შემოღება უკავშირდება მათ. ამ საკითხზე იცით რამდენი სამეცნიერო ნაშრომი აქვთ ქართველ და უცხოელ ენათმეცნიერებს დაწერილი, უამრავი, წიგნებით გამოცემული, დისერტაციები დაცული, ჩინმედლებიც მიღებული და ყველაფერ ამაში სასაცილო თუ სატირალია ის, რომ რასაც ამტკიცებენ ერთნი, მეორენი უარყოფენ. ჩვენ კი ძალიან მარტივად დავადასტურეთ ყველაფერს ეთნოსთან თანამედროვე გენეტიკურ კვლევებზე დაყრდნობით. სწორედ ამ კვლევებმა 21 საუკუნის უაღრესად ერთ-ერთმა სამეცნიერო მიღწევამ გადაუსვამ უკვე ჯვარედინი ხაზი ამ გამყალბებელ ენათმეცნიერთა ნაშრომებს და მოისროლა ისტორიის სანაგვეზე. კარგით, უცხოელი მეცნიერები ნაკლებად იცნობდნენ საქართველოს, მაგრამ ქართველ ენათმეცნიერებს რა დაემართათ? ასეთი ისტორია ვის რაში სჭირდებოდა გაყალბებული. მივყვეთ თანმიმდევრობით ყველაფერს. იქიდან გამომდინარე, რომ ხათების ენა, მათ შორის კავკასიური ენებიც შეიცავდა რამოდენიმე ხეთურ ან ხურიტულ სიტყვას, ამაზე მთელი სიყაბლის თეორია ააგეს. მიუხედავად იმისა, რომ ხეთებმა დაიპყრეს ხათები, მათ კარგად უწყობდნენ და უწყიან, რომ მარტო სიტყვათა მსგავსებაში არ არის საქმე და ასეთ შემთხვევაში საჭიროა დამატებითი მაიდენტიფიცირებელი არგუმენტები, არქეოლოგიური არტეფაქტები, კულტურათა მსგავსება, ისტორიული ფესვები, ღვთაებათა ერთი და იგივეობა, ლინგვისტიკა, ქრონოლოგია, კალენდარი, დამწერლობის ფორმები, საკუთარი და სხვა თანადროული ხალხის მითოსებისა და ლეგენდების თანხვედრა და ასე შემდეგ. ჩვენ სამწუხაროდ სასიხარულოდ ამ ფაქტების ნაწილზე დაყრდნობით ვივარაუდეთ შუმერთა და ქართველთა კავშირები და არა მარტო ერთი და იგივე სიტყვების მსგავსების გამო. ხურიელები, ხურიტები პირველად ქარად ურკეშში მოიხსენიებიან, სადაც მათ თავიანთი პირველი სამეფო ააშენეს. მათი უდიდესი და ყველაზე გავლენიანი ხურიული სამეფო მითანი იყო. ანატოლიაში ხეთების იმპერიის მოსახლეობა ხურიელების დიდ რაოდენობას შეადგენდა და ხეთურ მითოლოგიაშიც მნიშვნელოვანი ხურიული გავლენაა. მდინარე ხაბურის ხეობა სირიაში ეუფრატის უდიდესი შენაკადია, სათავეს იღებს თურქეთიდან. ათასწლეულების განმავლობაში ხურიელთა მიწების გული გახდათ. პირველი ცნობილი მათი სამეფო ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულში ქალაქ ურკეშის თანამედროვე თელ მოზანი გარშემო შეიქმნა. ამ დროისთვის ქართლოსის ძმებთან ერთად ქმნიდა თავის სახელმწიფოს კავკასიაში ძველი წელთაღრიცხვის 21 საუკუნეში. მითანის სამეფომდე მას ეწოდებოდა ჰაბი-გალ-ბატის სამეფო. ძველ ბაბილონურ ტექსტებში ძველი წელთაღრიცხვის 1600 წელი ჰაბი-გალ-ბატი ან ჰანი-რაბატი ასურულ ჩანაწერებში ან ნაჰარინის ეგვიპტურ ტექსტებში არსებობდა ხურიულზე მოლაპარაკე სახელმწიფო ჩრდილოეთ სირიაში და სამხრეთ აღმოსავლეთ ანატოლიაში, დღევანდელი თურქეთი, ინდო-არიული ენობრივი და პოლიტიკური გავლენით. ინდო-არიელი ხალხი წარმოადგენს სამხრეთ აზიაში უპირატესად მცხოვრებ ხალხის მრავალფეროვან ერთობლიობას, რომლებიც ტრადიციულად ინდო-არიულ ენაზე საუბრობენ. ისტორიულად არიელები იყვნენ წყემსები, რომლებიც ინდო-ირანულ ენებზე საუბრობდნენ. ცენტრალური აზიიდან სამხრეთ
ბოდიშით აზიაში გადასახლდნენ და პროტო-ინდო-არიული ენა შემოიღეს. ადრეული ინდო-არიული ხალხი ცნობილი იყო ირანულ ჯგუფებთან მჭიდრო კავშირშიც, რომლებიც მდინარე ინდუსის დასავლეთით ცხოვრობდნენ. აშკარაა მსგავსება კულტურულ, ენობრივ და ისტორიულ კავშირებში. დღეს ინდო-არიელებზე მოლაპარაკეები ინდუსის სამხრეთით, ბანგლადეშის, ნეპალის, პაკისტანის, ინდუსის აღმოსავლეთით, შრი-ლანკის, მალდივებისა და ინდოეთის ჩრდილოეთი ნახევრის თანამედროვე რეგიონში ხდებიან. ხურიტები რეგიონში ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის ბოლოდან ცხოვრობდნენ. მთელ მოზანში ძველი წელთაღრიცხვის 2300 წლით დათარიღებულ თიხის ბეჭედზე აღმოჩენილია ხურიული სახელით ცნობილი ურკეშის მეფე ტუპკიში. მათი ენის პირველი ჩაწერილი წარწერა გაუწყებს ურკეშის მეფის ტიშ ატალ ისას სახელს ძველი წელთაღრიცხვის 21 საუკუნე. ასევე ძველი ბაბილონური პერიოდის გვიანდელ ორ ტექსტში ამი სადუკას სამეფოს დროს დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 1638 წელი ხურიელები შეადგენდნენ მითანის ძირითად მოსახლეობას, რომელიც თავდაპირველად ჰაბი გალბატის სახელით იყო ცნობილი, როგორც მოგახსენეთ. მითანის თეონიმები არის ღვთაებრივი ან წმინდა სახელები, რომლებიც მიცემულია ღმერთებზე, ქალღმერთებზე ან ღვთაებებზე სხვადასხვა რელიგიურ ტრადიციები. ესე იგი, მითანის თეონიმების საკუთარი სახელებისა და გლოსების, გლოსი არის ტექსტში სიტყვის ან ფორმულირების მნიშვნელობის მოკლე ჩანაწერი. რიგი ინდო-არიული ან პროტო-ინდო-არიული წარმოშობისაა. შუტარნა პირველიდან დაწყებული, რომელიც პირველი მითანის მმართველია, რომლის არსებობაც ისტორიულად დადასტურებულია, მითანელებს ჰქონდათ ინდო-არიული მეფეთა სახელები. კიკულის ცხენების წვნის ტექსტი მოიცავს ინდო-არიული წარმოშობის ტექნიკურ ტერმინებს, ხოლო ინდო-არიული ღვთაებები მითრა, ვარუნა, ინდრა ჩამოთვლილი და მოხსენებულია ხათუსაში ნაპოვნ ორ ხელშეკრულებაში. მითანის მეფე სატივაზასა და ხეთელ შუპილურიუმას შორის. ღვთაება მითრა, განვიხილოთ ეს ჩამოთვლილი, მომდინარეობს პროტო-ინდო-ირანული სიტყვიდან მიტრა, ძირიდან მი, შეკვრა. ამრიგად ეტიმოლოგიურად მიტრა ის რაც იწვევს შეკვრას, რაც შენარჩუნებულია ავესტურ სიტყვაში, რომელიც ნიშნავს აღქმას, კონტაქტს, ფიცს. ვარუნა სანსკრიტი სინდუისტური ღვთაება, ის პანთეონის ერთ-ერთი უძველესი ღვთაება იყო. ინდრა ასევე სანსკრიტი არის ამინდის ინდუისტური ღმერთი. მითანის დედაქალაქ ვაშუკანის ტოპონიმი ასევე ერთხმად არის აღიარებული როგორც ინდო-არიულ დიალექტთან ახლოს ყოფი, ანუ წარმოშობილი. ზოგადად მიჩნეულია, რომ ინდო-არიული ხალხი დასახლდა ზემო მესოპოტამიასა და ჩრდილოეთ სირიაში და დაარსეს მითანის სამეფო. ამავდროულად საუბრობდნენ ხურიულ ენაზე. ეს ინდო-არიულ მიგრაციების ნაწილად მიიჩნევა. ხურიული ენა გადაშენებული ხურიულ ურარტული ენაა, რომელზეც საუბრობდნენ ხურიელები, ხურიტები. ხალხი, რომელიც ჩრდილოეთ მესოპოტამიაში დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 2300 წელს შევიდა და ძველი წელთაღრიცხვის 1000 წლისთვის გაქრა. ხურიული ენა მჭიდრო კავშირშია ურარტულ უძველეს სამეფოს ენასთან, ურარტუსთან. ისინი ერთად ქმნიან ხურო-ურარტულ ენათა ოჯახს. ხურო-ურარტული ენების გარე კავშირები სადაოა, გარე კავშირი. მითანის სამეფოს არსებობის ხანაში ურარტუელები მის შემადგენლობაში შედიოდნენ. ბოდიში. მისი დაცემის შემდეგ კი ძველი წელთაღრიცხვის 13 საუკუნე დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნეს. ის ესაზღვრებოდა ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიას. ეს იმას ნიშნავს, რომ გააჩნდათ სავაჭრო კავშირები, რაც უდაოდ ხურიტულ, ურარტულისა და ქართული ენების ურთიერთგავლენაზეც აისახებოდა.
არსებობს მოსაზრება ხურარტული ენის სხვა ენობრივ ოჯახებთან გენეტიკურ კავშირის შესახებ, მაგალითად ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიური ენები, ინდოევროპული ენები ან ქართველური ენები, რომლებზეც საქართველოში საუბრობენ, ქართული, მეგრული, სვანური. ასევე არსებობს ვარაუდი, რომ ის ჩინურ-კავკასიურ ენასთანაა დაკავშირებული, თუმცა ამათგან არც ერთი არ არის აღიარებული. დააკვირდით. მაგრამ სამწუხაროდ აღიარებდნენ ჩინბედლების მოყვარული გამყალბებელი ენათმეცნიერები. ოღონდ ჩვენ ქართველებს წვლილი არ გქონოდა შეტანის კაცობრიობის ცივილიზაციის ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპში და საბჭოთა იდეოლოგები ყველაფერზე მიდიოდნენ. ახალისებდნენ არა მარტო საბჭოთა იმ უცხოელ ენათმეცნიერებსაც, რომლებიც მათი კუდის ამწევები იყვნენ. ამჟამად ლინგვისტების კონსენსუსი ყველაზე კონსერვატული შეხედულებაა. ხურო-ურარტული არის პირველადი ენობრივი ოჯახი, რომელიც აშკარად არ არის დაკავშირებული სხვა ენობრივ ოჯახებთან, ანუ არც ქართულთან. ხურიულ ენაზე აღნიშნულ ტერიტორიაზე საუბრობდნენ სულ მცირე ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის ბოლო მეოთხედიდან ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის ბოლოსკენ გაქრობამდე. ამ პერიოდში კი ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის ბოლოს ქართველებს უკვე ჰქონდა მინიმუმ 6 საუკუნოვანი სახელმწიფოებრიობა და საუბრობდით ქართულ ენაზე. ასე რომ დიდი სიყალბეა ყველაფერი ზემოთ ნახსენები. ხურიტული ენიდან ქართული ენის წარმოშობის თეორიაც. ამას დაუმატეთ მათი ინდოევროპულობა თუ ინდოარიულობა, ასევე ანალოგიური ენობრივი ფესვებით, რაც თანამედროვე სამეცნიერო გენეტიკური კვლევებითაც დასტურდება და ეს თეორიაც სანაგვეზია მოსასროლი. ასე მაინც გეთქვათ, მთლიანად იგრძნობა ქართული კულტურის გავლენა სხვა უძველეს კულტურებზეო, რადგან ვარაუდის მაღალი სტანდარტით ქართულ-შუმერული კავშირები უდავოა, მათ შორის ენობრივიც და სხვაც, რა კავშირებიც ზემოთ უკვე ჩამოვთვალეთ, კულტურული, რელიგიური, ლინგვისტური გახსოვთ. ახლა რაც შეეხება ინდოევროპელთა წინაპრებს, ანუ პროტო-ინდოევროპელებს, ისინი ევრაზიის პრეისტორიული ეთნო-ლინგვისტური ჯგუფია, რომელიც პროტო-ინდოევროპულ ენაზე საუბრობდა, რაც ინდოევროპული ენების ოჯახის რეკონსტრუირებული საერთო წინაპარია. მათ შესახებ ცნობა ძირითადად ამ ენობრივი რეკონსტრუქციის, არქეოლოგიისა და არქეოგენეტიკის მატერიალური მტკიცებულებების საფუძველზეა მოპოვებული. რომ არა ეთნოსთან თანამედროვე გენეტიკური კვლევები გამყალბებელ ენათმეცნიერთა ტყუილებს ვერასდროს დავადასტურებდით, მიუხედავად იმისა, რომ აღმოჩნდა თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნი და ქართული ენის წარმოშობაზე მათი თეორია გაიმარჯვებდა. დაუბრუნეთ ახლა ქართულ ენას. წარღვნის შემდგომ მამა და შვილები ნოე, სემი, ქამი და იაფეთი დასახლდნენ თანამედროვე საქართველოს სამხრეთ ტერიტორიაზე. ამაზე გვაქვს ვიდეოები ჩაწერილი და უყურეთ, გაიხსენეთ ყურძნის სიბრტები. ისინი საუბრობდნენ ერთ ენაზე. წარღვნამდელ პერიოდს არ გულისხმობთ და არ გაიგივოთ მასას. შემდეგ გაიფანტეთ. იაფეთი განთავსდა შუამდინარეთში, დაუდო სათავე შუმერთა ცივილიზაციას. მისმა შტომ გომერ თარგამოსი თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობით ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის დასაწყისში დაიკავა არარატისა და მასისის მთიანეთი, ხოლო ქართლოსი ძმებთან ერთად შემოვიდა სამხრეთ კავკასიაში. როგორი იყო პირველწოდებული ენა, ანუ ენა ნოესი, შესაძლოა ის ენაც, რომელზეც საუბრობდნენ ადამი და ევა, ესე იგი ენა, რომელიც მათ შემოქმედმა უბოძა. გავიხსენოთ ეს მოცემულობაც. ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები ყველა ადამიანი დედაკაცის გამოვიყენოთ ბიბლიური დასახელება მიტოქონდრიალური დნმ-ისა და მამაკაცის Y ქრომოსომული დნმ-ის შტოების შესაბამისად ერთი ქალისა და ერთი მამაკაცის წარმოშობილია. მათ თავისი მეცნიერული სახელიც გააჩნიათ მიტოქონდრიალური ევა და Y ქრომოსომული ადამი. თუმცა გამარტავენ, რომ შესაძლოა მათ გარდა სხვებიც არსებობდნენ, მაგრამ მხოლოდ ადამი და ევა გადარჩენ.
Salsakhan მცირედი მაგრამის გარეშე ჩვენ ვაღიარებთ ადამიანის გაჩენის ადრეულ ეტაპზე ერთიანი სამეთყოელე ენის არსებობას, ოღონდ ისტორიული და რელიგიური ცნობების ურთიერთთავსებადობით, რადგან სწორედ ამგვარი დაშვება იძლევა მყარი და ჭეშმარიტი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას, რისი უარყოფაც ფაქტიურად შეუძლებელია. თუ არ ჩავთვლით მეცნიერთა იმ კატეგორიას, რომელთა რელიგიური შეხედულება დაფუძნებულია ათეიზმზე, ვერაგ ოძღვრებაზე. გავიხსენოთ ისიც, რომ სულ რამოდენიმე ათეული წლის წინ საკამოთო საკითხი გახდა დიდი აფეთქების თეორია, ანუ იქმენი ნათელი, მაგრამ სად არის დღეს იმ მეცნიერთა ნაშრომები, რომლებიც არ აღიარებდნენ ამ თეორიას? ესეც სანაგვეზია. ქართლის ცხოვრებაში მეტად საყურადღებოა ვახტანგ გორგასლის ისტორიკოსის ჯვანშერის ცნობები ნებროთის წიგნთან მიმართებით. როცა ნებროთს გამოეცხადება მიქაელ მთავარანგელოზი და აუწყებს უფლის გადაწყვეტილებას. აი ამუნარიდი ამ ტექსტიდან და დაუტევნა ჰინდურად მზრახვენილი ჰინდუეთს, სინდი სინდეთს, ხრომნი ხრომს, ბერძენი საბერძნეს, აგდა მაგუგ მაგუგეთს, სპარსნი სპარსეთს. ხოლო პირველი ენა ასურებრი იყო და ესე არიან 7 ენანი, რომელნი ნებროთამდე ზრახვიდეს. ანუ პირველი ენა ასურებრი იყო, აქ საგულისხმებელია შუმერული ან წინაშუმერული ენა, რომელიც გამეორდეს სავარაუდოდ იყო ნოეს და მისი შვილების სამეთყველო ენაც. შემდეგ თეიმურაზ ბატონიშვილი, წმინდისა მამისა ჩვენ ქართველთა ნათობისა, ათონის ივერიის მამისა და წინამძღვრისა გიორგის მიერ მოთხრობილთა შეკრებულთა სამოთხრობოთა მატიანისაგან ივერია ვინაიდან ქვეყნისა სახელის დებაი არს, ხოლო ქართველობა ივერიის ერისა, მე ვიხილე ანტიოხიის სვიმეონ წმინდისა მონასტერსა შინა წიგნის საცავსა ჩვენ ივერიელთასა, წერილი ძველი ფრიად, ძველთა წინაპართა ჩვენთაგან, რომელსა შინა იყო წერილი ესრეთ. ქართლოს, რომელიცა წინაპართა ჩვენთა იქმნა ნათესად მთავარი, იგი თვით და ყოველნი ძენი ძმანი შთამომავალი და ერნი მისნი მომზრახ იყვნენ ივერიულად, ესე იგი ქართულად. ზრახვითადვე იმგვარად, რომლითაცა მეტყველებთ აც. გიორგი ათონელი, იგივე თაწმენდელი, იცით რომ მოღვაწეობდა ახალი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნის პირველ ნახევარში. შემდეგ სარწმუნებელ არს ესე, რომელ დასამამსავე შინა ივერიის ერნი სრულიად ყოველსა შინა ივერიასა ზრახვიდეს ქართულსა, ვინაიდან წერილიცა სრულიად ივერიელთა საზოგადო მხოლოდ ქართული აქვთ და უძველესთაცა შინა დროთა ყოველნივე ივერიელნი ხმარობდნენვე ამასა. თეიმურაზ ბატონიშვილი, გვერდი 34. შემდეგ ვახტანგ მეფე მოუთხრობს საქართველოსა ისტორიასა შინა. შემდგომად ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის წარმორტყმენისა იხილე ადგილსა ამას ვახტანგის ქართლის ცხოვრებასა შინა, გაქამომდე ქართლოსიანთა ენა იყო მხოლოდ ქართული, რომელსაც ზახვიდეს, ხოლო ოდეს შემოკრბეს ესე ურიცხვი ნათესავთაგანი საქართველოსა შინა, მაშინ ქართველთა გარყვნეს ენაი თვისი. კიდევ შემდეგ, ვინაიდან ეგრეოდენი უცხონი ერნი ადრეულ სადმე იყვნენ მათ შორის მრავალნი სიტყვანი მათნი შეერინეს ქართულსა ენასა, რომელიცა შემდგომად მერე გარდა მათ ზემოთ მოხსენებულთა ენათა გარდა სხვათა ენათაგანცა არიან რომელნიმე სახელის წოდებანი, ესე იგი არაბული, ლათინური, სპარსული, თურქთა ენით და სხვათა, მაგრამ არცა ერთისა ამათგანისა ერისაგან არ არის წარმომდგარი ენა ქართლოსიანთა. ამას დაუმატეთ ეგვიპტელთა, სკვითთა, სარმატთა, კიმერიელთა შემოსევები, რომლებიც იყვნენ ინდო-ევროპული ტომები. ხოლო შემდგომად დანთქმისა მეწამულსა ზღვასა შინა
ამენოფისა ფარაოსა იქნა ძეი მისი სეზოსტრის ეგვიპტელთა ზედა მეფედ. ამან დაიპყრა ყოველი აღმოსავლეთი ვიდრე ინდოეთამდე და შემდგომად დაპყრობისა ინდოეთისა კერძოთასა უკ მოქცეული მუნით წარმოვიდა ქვეყანასა ზედა ივერიელთასა. არა წინააღუდგეს მას ივერიელნი, არამედ მიეგემნეს სამზღვარსა ზედა ქვეყნისასა თვისისასა, ხოლო მიგებელნი იყვნენ მამასახნისი ზემოისა და ქვემოისა ივერიით და ჩეულთაგან მამაკაცთა პატიოსანთა. ებაზე ვიდეოები გვაქვს ჩაწერილი და გთხოვთ უყუროთ. ისევ შემდგომ მოსრულნი ხედრობანი ეგვიპტელთანი კოლხიდას დააშტეს მუნ წელნი რაოდენიმე ყოვლითურთ კმაყოფილებით და შემდგომად მისა მოიქცნენ მამულადვე თვისად ეგვიპტეთ. არამედ ხედრობათა მათგანი მრავალი დააშტეს მუნ, რომელთაცა შეერთეს სონი კოლხიდელთა ასულთაგან და აღერიბნეს იგინი მაშინ შორის ქართლოსიანთა კოლხელთა, ხოლო რიცხვი დაშთომილთა მათ სეზოსტრის ხედრობისაგან იყვეს ვიდრე 4000 მამაკაცამდე. ჰეროდოტე მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ სეზოსტრი ევროპის ნაწილი დაიპყრო და სკვითები დაიმორჩილა. ამის შემდეგ გადავიდა კოლხეთში და მდინარე ფაზისთან კოლონია დაარსა, თვითონ კი დაბრუნდა ეგვიპტეში. თეიმურაზ ბატონიშვილისა და ქართლის ცხოვრების მიხედვით ფარნავაზ მეფემ მოახდინა ქართული ენის ეგრეთ წოდებული რეფორმა. განწმინდა იგი უცხო სიტყვებისაგან და ასევე მოიქცა ამბანის შემთხვევაშიც. ამაზეც გვაქვს ჩაწერილი ვიდეოები და გთხოვთ უყუროთ. რაც შეეხება ქართულ ენებს, ქართულ ზანურს, მეგრულ ლაზური და სვანურს, როგორც ქართველი მეცნიერები ვარაუდობენ, ისინი სხვადასხვა პერიოდში გამოეყვნენ პირველწოდებულ ქართულ ენას, რაც მათ საერთო წარმომავლობაზე მიუთითებს. ამით დავასრულოთ. დიდი მადლობა. გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და უყუროთ ჩვენს ვიდეოებს.